მე ვარ არიან აზარქურტანი, ტოლვილი, იეზიდი ერაყიდან. ვარ მომავალი ექიმი და ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2014 წელს ერაყში დაიწყო ომი, მაშინ ვიყავი 9 წლის და ოჯახთან ერთად დავტოვეთ სახლები. ძალიან გვეშინოდა. ჩემთვის ძალიან რთული იყო, როდესაც წამოვედით სამშობლოდან, დავტოვეთ მეგობრები და ოჯახის წევრები. საქართველოში ჩამოვედი, პირველი რამდენიმე თვე ძალიან რთული იყო. არც მეგობრები მყავდა და არც ენა ვიცოდი. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. თავიდან პირველი რამდენიმე თვე ძირითადად სახლში ვიყავი ჩაკეტილი. დაახლოებით 1 წლის შემდეგ ჩამოსვლიდან დავიწყე ქართულ სკოლაში სიარული 71 საჯარო სკოლაში ფუნჯალაში. თავიდან რთული იყო, არც წერა ვიცოდი, არც კითხვა, არც ლაპარაკი, მაგრამ ვცდილობდი ყველანაირად მესწავლა და მასწავლებლებიც და ბავშვებიც ყველანაირად მიწყობდნენ ხელს და ცდილობდნენ არ მეგრძურნიათ თავი როგორც უცხოდ. სკოლაში რო დავიწყე სიარული რამდენიმე თვეში ნელ-ნელა უახლოვდებოდი მეგობრებს და ეხლაც ერთად ვართ. ბიჭო, ანუ რეალურად საუკუნეა, როდის ვითამაშე კარატე ფუტბოლს? წამოხალვითავში. წამოვითავში. ძალიან ხანია. ჩემ თავს ვეუბნებოდი რთული არაფერი არ არის, მთავარი მონდომება და საკუთარი თავის რწმენა. ჯეროდა მიუხედავად სამშობლოდან მოშორებით, ადამიანს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. მე 12 კლასში გავხდი აბიტურიენტი და როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს მიწევდა ეროვნული გამოცდების ჩაბარება. და რომ ნახე თბილისის სახელმწიფო სამედიცინოზე ჩავირიცხე სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც თავიდანვე მინდოდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი და ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო. თავიდან არ მჯეროდა შევამოწმეს, სამჯერ თითქმის შევედი თავიდან და ნახულობდი. პირველ ჯერზე ამჯეროდი. მინდა ბევრი ვიშრომო, გავხდე პროფესიონალი, ვიმუშაო საქართველოში და ვემსახურო ქართველ ხალხს, მათი მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ მივახწევდი ჩემთვის. როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი და ძმებისთვის განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერს ვცდილობთ მაქსიმალურად. განათლების მიღება უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ტოლილებისთვის. ერთ-ერთი ფაქტორია წარმატებული მომავლის. ტოლვილებს მოუწოდებდი, რომ მიუხედავად სირთულეებისა და პრობლემებისა, არასდროს დაანებდნენ და მიზანი დაისახონ, რომლითაც უნდა იბრძოლონ ბოლომდე.